ცდილობს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავედ გამოაცხადოს აქტივისტი, რომელმაც თავდამსხმელი გაანეიტრალა. ფაქტი 15 სექტემბერს თბილისში ბესიკის ქუჩაზე მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს რამდენიმე პირი აედევნა შეურაცხყოფელი გამონათქვამებით. 16 წლის დავით გრძელიძეს კი საერთოდ იარაღი აღმოაჩნდა, რომელიც ამოიღო კიდეც და იქვე მდებარე კაფეში აქტივისტებს დაუმიზნა. ერთ-ერთმა ლევან ჯობავამ მას იარაღი წაართვა და პოლიციას გადასცა. პოლიციამ დავით გრძელიძე ტერიტორიიდან გაიყვანა, მაგრამ არასრულ 48 საათში გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად განაცხადა, რომ იარაღი სავარაუდოდ არ იყო ცეცხლსასროლი, დღეს კი უწყება გადაჭრით თქვა, რომ ექსპერტიზის მიხედვით ის პნევმატური გამოდგა. წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ თავდამსხმელის განეიტრალების საქმეები რეჟიმმა თავად აქტივისტებს შემოუტრიალა და უსამართლოდ დააპატიმრა. ასეთია თორნიკე თოშხუასა და მინდია შარვაშიძის ისტორია. რუსთაველზე ქართული ოცნების აგრესიული მომხრე ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს დანით შეიარაღებული მიუვარდა. ცოტა ხნის წინ მას ცივი იარაღი დაუვარდა, რომელიც აქტივისტებმა პოლიციას მაშინვე მიუტანეს. საბოლოოდ კი გოცირიძე გარეთაა. საქმეში ისე არის წარმოდგენილი სიტუაცია, რომ ორი აქტივისტი ახლა ციხეშია. რა ვითარება გვაქვს ლევან ჯობავას შემთხვევაში 15 სექტემბერს ჯობავას, რომელმაც გრძელიძეს იარაღი წაართვა, იმავე კაფეში 1 საათის განმავლობაში უსვამდნენ შეკითხვებს. პოლიცია მის მიმართ აგრესიული იყო. აქტივისტმა და ადვოკატმა მეორე დღეს ახალ ფორმულაში გაიხსენეს დეტალები და ჩვენ წარმოგიდგენთ ახლა იმ ფრაგმენტს ჩვენი გადაცემიდან, სადაც სწორედ ამ ეპიზოდს ეხება საუბარი. როდესაც გამოვედით იარაღი ჩავაბარე პოლიციას, იქ იყო რაღაცა 3 წუთი ალბათ რა, როცა ისეთი ზეწოლა წამოვიდა ჩემზე პოლიციელების მხრიდან, რომ საიდან გაქვს ბიჭო ეს იარაღი და იარაღი საიდან მოიტანე, მე მიწევდა მტკიცება, რომ ეს იარაღი ჩემი არ იყო, რომელიც თქვენ მიეცი პოლიციელს. და მე უკვე აი შიგნით რო შემომწიეს კაფისკენ დაუწყი ახსნა, რომ მეთქი კამერები ხო იქნება და დავინახე რომ ორი კამერა იყო და მანდ მომეშვა. იმათმაც რომ დაინახეს რომ კამერა იყო, ეგრევე ეს იარაღი საიდან მოიტანე ჩაწვა ეს იდეა და მე წავიდა რომ კაი რა იყო შარიკებს ისვრის რა მოხდა და ამაზე მქონდა ეს პოლიციელმა თქვა. პოლიციელი მეუბნება რომ რა მოგივიდაო ბიჭო შარიკებს ისვრის რომ მეთქი რომ მიმიზნებს შენ იარაღს რომ იმიზნებენ ეგრევე ხვდები შარიკებს ისვრის თუ რას ისვრის არ მიფიქრია მეთქი რას ისვრის თქო რა. ამის შემდეგ ლევან ჯობავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. შეკითხვების ხასიათი ეჭვებს აჩენს, რომ გამოძიება შეიძლება სხვა რამ ჰქონდეს ჩაფიქრებული, ანუ არ არის გამორიცხული თავად ჯობავას წინააღმდეგი მოქმედო. ამ ეჭვს აძლიერებს თავად აღძრული მუხლები. ერთი საქმე უკავშირდება იარაღს, რომელზეც სრულად მოხსნეს პასუხისმგებლობა თავდასხმელის მისამართით, მეორე მუხლი კი ითვალისწინებს ძალადობის მუხლს, რაც შეიძლება სწორედ ჯობავას წინააღმდეგ იყოს ჩაფიქრებული, თუმცა ამას რეჟიმი პირდაპირ ჯერჯერობით არ ამბობს. ახალმა ფორმულამ რამდენიმე დღის წინ სტუმრად მყოფ ჯობავასა და მის დამცველს პირდაპირ კითხვა ჰქონდა თუ არა მოლოდინი, რომ ამ საქმეში საბოლოოდ მას დასდებდნენ ბრალს. ლევანის შემთხვევაში იქ რომ აყოფილიყო ვიდეო კამერის ჩანაწერები, სადაც გარკვევით ჩანს, რომ ადამიანმა იარაღი ამოუღო, დაუმიზნა და ამ დროს წაართვა ლევანმა, გამოართვა, გამოიყვანა და პოლიციას მიცა. ეს ყველაფერი არის უწყვეტად ვიდეო კადრებზე დაფიქსირებული. ეს მტკიცებულებები რომ არ ყოფილიყო სახეზე, სავარაუდოდ შესაძლებელი იყო, რომ ლევანისთვის დაებრალებინათ, რომ შენ ქონდა იარაღიო და მე გიწევს მტკიცება, რომ არა მე არ მქონდა. ახლა მოხსნილია მთლიანად ეს საფრთხე როგორ ვიქნა. სავარაუდოდ უწყვეტი კადრები გვაქვს, ვიდეო კადრები, სადაც ჩანს რომ მას ქონდა იარაღი, მან ამოიღო იარაღს როგორ მიმიზნებო ლევანი ართმევს მერე და თან ისე რომ ძალიან ან მოხერხებულად ისე რომ არც ძალადობა ყოფილა არაფერი, წამოიყვანა და პოლიცია რაც ყველა ნორმალური კანონმორჩილი მოქალაქის გასაკეთებელი ის გააკეთა. ჩვენ კოდექსებში გვიწერია აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის შებრყობა, ანუ ეგ პრაქტიკულად ადამიანის ფუნდამენტურ უფლებასთან გათანაბრებული საკითხებია. ახლა გავიხსენოთ კადრები რა ხდებოდა უშუალოდ 15 სექტემბერს. არსებობს ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს როგორ მიაწოდა ჯობავამ იარაღი პოლიციას. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიარაღებული დავით გრძელიძე მარტო არ იმყოფებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს მასთან ერთად მინიმუმ კიდევ 8 ახალგაზრდა აედევნა და შეურაცხყოფას აყენებდა აქტივისტებს. არც ერთი მათგანი არ დაუკავებიათ. საინტერესოა, რომ პროვოკატორები თამამად მოქმედებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა.
ლევან ჯობავას ისტორიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. მოვისმინეთ და წავიკითხეთ უამრავი შეფასება. გაგაცნობთ ერთ-ერთს, რომელიც კარგად აღწერს რეჟიმის ბუნებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონო წოწორია წერს. ცხადი იყო, რომ გაგრძელება მოჰყვებოდა მარშის მონაწილეებზე თავდამსხმელის ჯერ გაშვებასა და შემდეგ დაჭერას. აღმოჩნდა, რომ არც დაუჭერიათ და პირიქით მის გამონეიტრალებელზე დაიწყეს გამოძიება. ასე მუშაობს რეპრესიული სისხლის სამართალი არადემოკრატიულ რეჟიმში. სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ის, ვინც გაბედა ხელისუფლების მიერ წაქეზებული პირის განიარაღება. სხვამ ვეღარ უნდა ჩაიდინოს მსგავსი საქციელი. სრული მხარდაჭერა ლევან ჯობავას, ასე ცხოვრება არ შეიძლება. ეს იყო ნონა წოწორიას პოსტი Facebook-ს.